ჩემი საყვარელი კერძი მოვიდა. გოგოს დეიცე? გამოძახებით გამოვიდა. შოლიაკ დანი. ამინდი დასალევია, ამიტომ დალევაც გადაწყდა. აუ მართლა როგორ გაგვინა? სალამ ალეიქუმ. მალეიქუმ სალამ. გამარჯობა. ჩვენ მიმყოფებით ვაკეში, აქ მიწებს ვეძებდი და შევამჩნიე ორი ულამაზეს ქალბატონი და ჩვენ ახლა ჭამაჭამით მას შემოვიაროთ მთელი თბილისი ისე და თქვენ რომ დაგვიწერეთ კომენტარებში კიდე ობიექტები, აი იმ ობიექტებში წავალთ ახლა. ობიექტი ცოტა ესეთი ნადის ნახევრია. ძალიან ვაკა. მე სხვა შთაბეჭდილება მქონდა? ეს მეორე აგერ მიხდი. ამას თო ჰამერს თო. პირველი სად წავიდეთ? აი პინგვინები მხიბლავს ძალიან, მაინტერესებს რა არის. როგორ სახელის გამო? ხო, მე რაღაც მგონია რომ ძალიან საყვარელი მომღერალი. შენი ლუკი რამ გადაწყვიტა დღეს? მე ვარ საქართველოში გაზრდილი არაბი. პინგვინებში შევხვდები. როგორ მოგწონთ გარედან გარემო? ჯიური შარტავას 16 ბ არის ეს რა. ვერც მიხვდები რომ შეგიძლია ჭამოში. აი ესე შემოტეხილში ძალიან ძველია მოკლედ ეს ადგილი და ნახოთ ახლა რა გემოები იქნება რა. შეხო მეგრელი. მეგრული სამზარეულოა ჩათვალე. მე არაბი ჯენტლმენი ვარ კავკასიის თების შვილი. მე მინდა ყველა. შენ ელარჯი ყველა ვარია. ელარჯი და ელარჯს უხდება ნიგზიანი ხარჩო, კუპატი რო არ ბეჭამა არ შეიძლებოდა. გადავწყვიტენ დღეს რობერტოს ხადრით. არასდროს რაც არ გამისინჯავს და არც გავსინჯავდი, დღეს გავსინჯავ ყველაფერს. კუპატი არ მაგასინჯული, წვადი არ მაგასინჯული არასდროს. არა, ვეგეტარიანი არ ვარ, просто ხორცი არ ანიჭებს სიამოვნებას. მე მიყვარს ძროხა. აი არც ძროხა და არც ვეგეტარიანელები. ვეგეტარიანელები რომელსაც ძროხა უყვარს. მე არა მიყვარს. რომ მოვა საჭმელი, მე გამოჩნდება. ესეთ რესტორნებს ეგ პლუსი აქვს, რომ მიდიხარ და როგშია ეგრევე მოდი. ეს არის ღომი და ყველი და ნიგზიანი ხარჩო. ხორცსაც შევჭამ დღეს მარტო. გადავუღოთ გოგოებს. ხორცი როგორ იშლება ნახე. ო, პირში. პინგვინის. კაი, გემრიელად კი გამოიყურება. შენგენაცვა. კაი, მართლა საოცრია დედეს. აი რა. აი მართლა. კაი, აბა ხორცი უნდა ვჭამო ეხლა. მართლა ძალიან გემრიელია. იშლება პირში დაღეჭვა არ მიწევს მართლა გემრიელი. ძალიან მაგარია. ღომი და ძალიან ნიგზიანი ხარჩო. მოლოდი გადააჭარბა. საერთოდ არ ეთყობა აქ აურობას რომ ესეთი გემრიელესი კერძები აქვს. პირველად ჭამესე რომ იღებენ თან. ძალიან ცხენია კუპატი უნდა გასინჯო პირველად, ხო? კუპატი მეც არ მიჭამია. ოთხლი უდის ყველაფერს და სინამდვილეში არ ხო. ცხელი ეგეთი. ჯადოქრობა. ამატებენ ორ. კუპატი უხდება მაგას. რა მაგარია. კუპატი ნახოთ აბა. ასია. გასინჯავ? გავსინჯა, მაგრამ ძალიან ცოტა. შენც არ გიჭამია არასდროს. არა. რა მაგარია. არა. მე ვერ ვხვდები გემრიელს რა. მე მინდა პური, ჩემი საყვარელი საჭმელი. კაი, ეხლა მითხარით დაახლოებით რამდენი იქნება ეს ბაზარი? 35 ლარი. 45 ლარი. მე 40. მე შევჭამ ამას და 2 წამი და მე ჩავუწყო. აი, კაი, ფასებს არ ვიგე. გოგოს დეიცე? აქ. მოყვანილი მყავს. მართლა? დავშორდით. დაგშორდა ვიტონ? არა, მე. რატო? გოგო რო აქ შეჭამს. მართალია. სინამდვილეში არა. ხო. ჭამესე რომ იღებენ თან. მე მინდა პური. გადაზე მოხარ სერიოზულად. ამას მეძავს. ეს ჭამი ვიჭარ. გარეში მევიდა. უნდა და ამის თქვა, მაგრამ 50. მოვიგე! რა მოვიგე? ეს კი ჩემია. ჩვენ წავაგეთ და ამიტომ დავლიოთ თითო მაგაზე იყო? მაგაზე ვითამაში. მაშინ 10 ლარი. ChatGPT-ს ვკითხავ სადღეგრძელო მითხრას და იქნებ რამე კაი მითხრას. აფუჭდა ეს თაო. ChatGPT. არ გაგიგონიკოსი. მაგ ChatGPT-ს გაგიგეთებ. მოდი ერთი აპრიტანებით დავლიო. იმაზე რომ ცხოვრება ზოგჯერ ისეთ სცენარს გვიწერს თვითონ რობერტო მამასაც რომ გაუჭირდებოდა დამონტაჟება. ხარ ყველაფერი მოკლეს გაუმართ. ყველაფერი მოკლეს მოკლეს ადგილზე. გაუმართ.
არის ატმის არაყი და ატმის ჭაჭაა? ატმის არაყი რა. ატმის არაფია? ატმის სუნია. ატმის სუნი აქვს, ძალიან კაი სუნია. ანუ ეს ჭაჭაა უეჭვი. არა. როგორ დაბლები? აი მაგრამ მე საჭესთან მეც აღარ წავაგებ. ვაჩახ თეონა. ასე ფერი დაგეცალოთ. აუ ძალიან კარგად თავიდა მეგონი. აუ მართლა ძალიან გემრიელია. ეხლა მივდივართ ისანში, საპელმენეში. ამინდი დასალევია, ამიტომ დალევაც გადაწყდა. აუ მართლა როგორ გაგვინა? მე არ ავსვამ იმას, რომ ხალი შევდავლიეთ არა. ისნის საპელმენეში მოვედით, რომელიც მდებარეობს უჯარმის 8 ნომერში. მე შეგახსენებთ, რომ ესენი რეკლამა არ არის, მოვდივართ ხოლმე და ვეკითხებთ, რომ შეგვიძლია გადავიღოთ თუ არა მაინც რა. პირდაპირ მივდივართ ვიღებ. გოგოები შიგნით არიან, რიგები იყო და დავაკავებინე რიგი, მაგიდები არ არის ხოლმე აქ რა და შევიდეთ ეხლა ნახოთ რა. ეს არის შემწვარი ელმენი და ის არის ქოთანში. ეხლა ბევრი არა ვიდეთ სათითაოდ, რომ მე რაღაცა არ მოგვივიდეს. ესე ჩავამტრიო. აი, ჯერ მაგას შენ ჩაგამწვევი. არაჟანი ხდება. მალე. კაია. არაჟანი მომეწონა ძალიან. არა, კაია. აუ მაგარია. აია. არაჟანი ძალიან. ძალიან გასაგიჟებელი მეგონი არა, მაგრამ აუ კარგად არის შემწვარი. ბევრ არაჟანს თულზამ კაია. თებურეკებით არის. თებურეკებით. გამი, აი ფურა სუნი. მაცუნი. არა, ახმელიაზე უნდა იყოს. ხო და არ ვარ. და თავი. ამას არ გავადო, არა. შვენიერი გემენი ამას რა დაუწუნეთ. დავაი. ბელმენ მეც მომეწონა. კაია? კაია, მაგრამ შემწვარი უფრო კაია. ახმელიას მოგანდომებს. კაია. ძალიან. ნუ მე გავგიჟდი, აი. ეგრე, просто შემწვარი რო არის კაია. აბა, რამდენი იქნება? სასმელიანად. არა, სალცვეს ცალკე. 30 ლარი. 18 ლარი. აი, მე 40 ლარს ვიდე. 18 მაქსიმუმ. 31 ემოვიგე და ატმის არაყიც არის აქ და ბროწევლის და ხა ბროწევლის წამოვაღებინე 2 ხალი. თეონა მოიგო. 40 თქვა. მე 40 ვთქვი და მეტი. შენ მოიგო. ანუ ნახე მე უფრო ზევით ვარ. მეტი. ლარი არის ხაობა. და შენთან 9 ლარი. კაი მოიგო. მე მოვიგე. მოიგო. აი ხო მოიგო. გენაცვალე დაკარგა და წავედი შემდეგ მოვიგე. ხوار მოგინდა. მიდი თეონა ჩაცკითხე. ჩაც არ ვკითხავ მე ვიცი ესეთაც თქვენ მოგონებებს გავუმარჯო. ამ მოგონებას გავუკო. ეს დარჩება გატარებულ ყველა წინა ვიდეო ხო დარჩათ მოგონება. მე პაუზა მჭირდება. 3 2 ესათა აი, ჩებურეკზე მივდივართავლაბარში. თან ჩვენ ჯერ კიდევ გშია. ეს სამი ობიექტია. ძალიან ცოტას გვაჭმევს. მე თქვენ გიფრთხილდები. გვაშიშილებ. იძლეთ სტუმრად მოხვიდეთ და გახდეთ. ახი რა ნაგლები არიან. მე პროფესიონალი ბებო ვარ, ვიცი მინეთი, ვიცი ჟონეთი. ჟონეთის 28-ში მყოფები. ესე დაემთხვა შემთხვევით. ჟონავს ალბათ, არ ვიცი რა არის ეს ჟონეთი. ვეძებდით საჩებურეკესავლაბარში, სადაც ადრე იყო, მაგრამ არ დაგვხვდა თურმე, არ ყოფილა და ახლა ამოვედით ვახტანგურის საჩებურეკე, ვახტანგური. ჟონეთის ქუჩა მე ვიპოვე. აღიარე. ეგ კი, თან სადაც ვიყავი. გამყოფი ხარ ამ ქუჩაზე? არასდროს. შენ? არა. დღეს პირველად ხდება რაღაცები. შევიდეთ. შემოგთავაზებენ. ნახოთ რა ფასებია. მოვიდა ჩებურეკი ძალიან მალე. ესავლაბრის ჩებურეკია, ავთენტიკური. ეს ჩებურეკებიავლაბარში რომ იყო გემრიელად ყო. აჰა, არის სწორად მოვიდა. მიდი გადაგაცე. მოგწადეთ. ოჰო, აუ ძალიან ლამაზია. აი, ოქი. როგორ ამოტუმბა. რაც კითხვა მინდა. მე მაინტერესებს გოგო მეკითხეს რომ მამია კითხოს აქთან. ხო. და გეუბნება რომ ჟონეთის სერვანომეში მოდიო. ხო. ეტყვის რომ ახლა უკვე ნამყოფი. მივარ, ახლა უკვე მივარ. ვიცი ახლა უკვე. ვარ ცოდნო და დავფიქსდებოდი, იმიტომ რომ აქაც რომ მოვიდიოდი ფეხს ვითხრები. დაბა რა სიტყვით, ცომი ძალიან მომწონს, ხორცამდე ჯერ არ მისუა. წვენი თუ აქვს. წვენი უნდა ქონდეს? თხელია, ცომი ძალიან კაია. დიდი კულინარები მოვიდით დასაჯად. გემრიელია. ის რა სიტყვა გაიქცა ახალი? ჯაჯი, ხო? ჯაჯები. ძალიან გემრიელია. აი ნახე რამდენია. არა, აშკარად ძალიან მაგარია. უნელ-ნელა აღარ ვარ მშიერი მე წვენი მგონი. მინდა რომ დავლიო და ვეჭო. ძალიან ცხელია. ძალიან კაია. კაი, არ გავეში. 35. მე ვიტყვი 20.
მაშინ 26. კი, მართლა კაია. მე მომეწონა კიდე შევჭამდი. ერთი ამეყოფა. გამოვიდა 18 ლარი ამჯერად მე მოვიგე. როგორ წესდალევა. ძალიან არ მინდოს და ფესულების იყოს. მე გენასვა. მიგი. მოკვდი ხო? არა. აჰა, ჩეკი ჩააყოლე. ეს ძველი გამო. წავედით შემდეგ ობიექტზე, რომელსაც გზაში გეტყვით. ჩვენ ყავს პირადი შეიხი. მაიტა. გადამაფარე. მოდი ვარა და მომიმღერი ჯერი. აბა როგორ ახარ? კარგად ჩვენივრად. ჩვენივრად. როგორი იყო? მოუხიოთ. მარცხნივ. ჟონეთის მიღწევამდე დარჩა. შენ როგორ ხარ რობერტო? ჟონეთ მავალი. ისე მიცა ვერ მიპოვეთ. რობერტო, ინა დავინახე მიწა მოეწონა. პროს არ გითხრა ჩვენ ჟონეთის ქუჩაზე. რა უნდა დაარქვას? ჟონეთ ხალიფა. ჟონეთ ხალიფა. ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში. ამასობაში დაგვაღამდა და მოვადექით ოსური ხაჭაპურის სახს. გლდანში, ესეც კომენტარებში იყო. ნახოთ აბა რა როგორი იქნება და ბოლოს მივალთ აქედან გადავალთ ოჩამჩილეში. გლდანში მოვედით თიანეთის 46 ნომერში. ოსური ხაჭაპურის სახლი არის. გლდანულის გადასახლებთან არის. თიანეთისკენ რომ მიდიხარ, ის არის და სხვათა შეიძლება გამოიტანეს უზარმაზარი ხაჭაპური. წაინაჭავები ხარ. აუ არა. შივრები ვარ. ჩვენ აშკარად ყველაზე ესეთი სუნაგი სტუმრები. სუნაგიერი ვარ. სუნაგიერი. ეს არის სახარაჯინი ნაღებით აუ არ მომწონს. ცუდი არ იქნება, მაგრამ და ეს არის ხაჭაპური. ოსური. რომელიც ულამაზესია. გამოხაჭაპური. ოსური ხაჭაპურია ეს. აი, მოდი ეს პროსტა გავსინჯოთ. ხო, მე ძალიან პატარა. კაია გითხარი, ჯერ შეგვიფასე. ვა, ესეთი ხაჭაპური ნამდვილად. მართლა ვიზუალურად ეტყობა მართლა რომ საოცრება. შენ ხო გევასება ხაჭაპური და როგორია? ძალიან და ძალიან საოცრად გემრიელია. მოხვალა კიდე? არა, მაგრამ გამოძახებით გამოვიძახეთ. შორია გდანი. მართლა სასწაული ხაჭაპურია. მე გადავალ ახლა ამან. ან ცომიც უმაგრესია. მე ყვევი. და აქედან ხედავ როგორ კეთდება რა. არა, ესე ძალიან მაგარია. ეგ მეც გავსინჯე, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა აქვს შეკეთება რა. ოღონდ უეჭველი უნდა მოსულიყავით. მე ხო ცუდ ადგილას არ წაგიყვანს. თან კომენტარებში დაგვიწერე. ხო, ანუ სანდო ხალხი გიკომენტარებს. აქ ფასები წერია და მე კი ვნახე ფასები და თქვენ რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ რომ 17 ლარი ღირს სახარაჯინი ნაღებით. გდანში ვინ ცხოვრობთ მოდით ყველა და გამოგვიწერეთ თქვენი ახლო. ამ გადაცემას ნახავთ ვინც არ იცოდით, ჩვენგან გაიგეთ ეს საწყობი, ვალში ხართ, არხი უნდა გამოიწეროთ. ჩვენ შორის ფრე არის, მეგობრობა იმარჯვებს ჯერჯერობით და ნახოთ შემდეგ ობიექტზე ვინ მოიგებს. აქ ეხა ზედ ეწერა. შემდეგ ობიექტზე შევხვდებით. მოვედით ოჩამჩირეში კიდევ ერთ მეგრულ ზავიძენიაში. ჩემ გამო გადაწყვეტა მეგრულები? ხო, შენ მოგიძხვენი. მეც მეგრელი ხარ. მეც მეგრელი. კიდე ერთი მეგრული სამზარეულო გაიჩიტა ჩვენ ხუთეულში. მაგრამ აქ სხვა რამეებს შევუკვეთავთ, რაც იქ არ შეგვიკვეთა. ოკეი. შემდეგ ეს უკვე ნამდვილი შეიხური. ეს ქვისი სუფრაა მე მგონი. ეს არის ხალი, ეს კი ტიპამისად თვითონ დაგვიმატეს. ეს არის ოსტრი. აბა აქ შეუკვეთავთ იმას რაც იქ შევუკვეთეთო? ოსტრი ხალხონია. ოსტრი არ გქონდა? ეს არის კატლეტი და პიურე. თავის წვენში. მე მინდა ეს. შვენიერი ფხალია. კატლეტი და ერთი და იგივე რაღაცას ვაგებოვნებთ. ვა! აუ რა კაია. გემრიელია. დაიმე რა გემრიელია. და რა ცხარეა. კაი, აბა ხორცი უნდა გავსინჯო. აბა, არა ეს კაია. ვერ ვხეჭავ ამ ხორცებს რა. მიდი. კაია. პირდაპირ დაიდე. ლიანან, თუ არ გინდა. მე მივხვდი რომ აღარ ვარ მშიერი. კაია. ვაიმე, ჩემი საყვარელი კერძი მოვიდა. მიგუზიანი ბადრიჯანი. ეს უკა ცოტა ხანი მოითმინე, შემოგიყვანთ მე რა, რაც დარჩება ეს მწვანე ფხარი ძალიან კაია. და ეს ნახოთ. ვაიმე, მართლა აღარ შემიძლია. არა, ეს უნდა გავშინდო. ნეტა მშიოდეს როგორც ლუკას. მოდი ლუკასთან ერთად გავშინდო. მოდი. მაგაზე ჩვენ დაგვაჭიშეთ, არაფერი არ გადასა. აი, რა. აუ, ეს ელარჩი უჩამჩი შელარჩი რო არ გასა. ვაიმე.
აქ პატიჟეს ოჩამჩილეში. ჩვენ ესე სპონტანურად მივდივართ ხოლმე, არავის არ ვახშილებ, გამპატიჟებენ ზოგადად პრობლემა არ არის, მაგრამ მადლობა. არა, პრობლემა. შენ ოსტრის გასინჯავ, ნახე ოსტრის მიასხვრა ეგრევე. ხორცი. აუ მე აი, მოდი ნახოთ ლუკა რა სიტყვის ოსტრს. შევანდარებ ჩუბი. აი ეს მეურად ჯობია იმას რაც არა. რა შეხედე შენ ხა იმით თუ აფასებ რომ იწელება, ეგრე ისიც იწელება. რა იწელება იწელება. რა მე შენ წელობ აი პირველ რიგში ეს ბევრად მაგრა იწელება გაიმე. ნახე აუ რა კარგები არიან, ოჩამჩირები. შეშიდნება აუ ძალიან კარგია. მაგრამ კი აუ მართლა რა კაია. აბა ლუკარას ოსტრი მომეწონა. აუ აი მართლა საღო პრევარჩი არ მაქვს მე ხარ. არასდროს? ხურებაში? შენ საიდან ხარ? მაგარია. ესე იგი კაი ექსპერიენსი გექნება ძალიან კაია. მართლა მაგარი იყო ეგრე. ძალიან მაგარი მართლა. ისიც კაი იყო, ესეც კაია. ყველაფერი კაია ხაჭაპური არ დაგუგემოვნებია ხო არ მოვკვდეთ დღეს აქ კუჭის გადახლართ. მართლა გადახლავთ და მემართებ არა ეს ყველგან ძალიან მსუბუქად გამოვედა იყო დარტყმა სერიოზული, ხო? უდიდეს და თან ვერ ვჩერდები. ეს მე შეიძლება წავდგოთ? მართლა მაგარი მეც სუფრა მგონია. გაიჩიტა და უეჭველი არ ძალიან უნდა ეხა ეს დაჭრა და ლუკარი სინამდვილეში მილიონერი აი და სადაც მოაჭერი ლუკას მიერ. ეს სამეგრელოში ოჯახებში ვატაცია, მართლა კაი ხორცია. ხორცი კი რა. ხორცი ყველი. მოდი, მომაწოდე შენ თებში. აუ ეს მინდა დამიტა უჩემთებში რა ხდება აჰა. იუნესკოს ძეგლი და შენ თებში. აბა როგორია სოფო? თუგუნი. რა რეგა ხდება? ვაიმე, კაი მარტო სოკო იყოს. შე კარგად ჭამთ. მადლობა. აი თქო, ხო? აუ კაი სოკო ბუდ. კოსაც შეუკვეთავთ, ხო? კი, ნიგზიან ბადრიჯანს უეჭველი, ელარჯს, სოკოს და ალბათ ოსტრს. ეს კაია, მაგრამ ეხა პროსტა სეზონია რა. ჯერ ვერ ვარ მაგაზე. მე მგონი ძალიან კაი ვიდეო გამოვიდა. არქივებმა გამოიწეროთ. ამართი მომავალი YouTube არხი გამოიწერეთ. მაგრამ ეხლანდელი TikTok-იც რო რა. ეხლანდელი TikTok. TikTok-ები. თეონსისი და ელენე ლობს. მე მგონი კარგად მივის თვით. კარგი ობიექტები განახეთ მე მგონი და დაწერეთ კომენტარებში და შემდეგში ვაპირებ რომ თბილისი ხო იყო ცოტა ქალაქს გავწვი. ოჩამჩილეში თურმე ფსიქოსები წყოლიათ, არ ვიცოდით და მუსიკალურად დასრულდება, ხო? კი. ხო იცეკვე. რა თქმა უნდა. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.